118 წლის წინ 1908 წლის 30 ივნის დედამიწაზე მოხდა ატომურ ბომბზე მძლავრი აფეთქება. თუმცა კაცობრიობამ დღემდე არ იცის რა აფეთქდა მაშინ. ადგილზე ვერც კრატერს და ვერც ნატეხებს მიაკლიეს. მხოლოდ რადიალურად წაქცეულ ათასობით ხეს და კითხვებს, რომლებზე პასუხს ერთ საუკუნეზე მეტია ეძებენ. ტუნგუსკის кейსი მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი კონსპირაციული თეორიების საფუძვლად იქცა. ადამიანების ნაწილს ჯერა, რომ 30 ივნის ციმბირის გულში, პოდკამენაია ტუნგუსკასა და ლენას მდინარეებს შორის მდებარე უზარმაზარი ტაიგის თავზე უცხო პლანეტელების ხომალდი აფეთქდა. ზოგი კი ვარაუდობს, რომ დედამიწაში მცირე ზომის შაუმმახვრელმა გაიარა. ნაწილი დარწმუნებულია იმაში, რომ აფეთქება ნიკოლა ტესლას უკავშირდება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის იმპერიის ინჟინრებმა ატომური ბომბი შექმნეს და ის დირიჟაბლით ციმბირის ტაიგაში ჩააგდეს. თუმცა, რეალობა იმდენად უცნაურია, რომ თავად უბიძგებს ადამიანებს ახალი თეორიების ჩამოყალიბებისკენ. 1908 წლის 30 ივნის ციმბირშიცა თვალის მომჭრელად განათდა. ნათება იმდენად მკვეთრი იყო, რომ ადამიანების უმეტესობამ თვალები ინსტინქტურად დახუჭა. რამდენიმე წამში ძლიერი დარტყმა მოხდა, რასაც მიწისძვრის მსგავსი რყევა მოჰყვა. დარტყმით მატალღამ ადამიანები წააქცია. ტაიგის თავზე კი გიგანტური ღრუბელი ჩამოწვა. ადამიანები ვარაუდობდნენ, რომ დედამიწას უზარმაზარი მეტეორიტი დაეცა. თუმცა, აქ იწყება მთავარი თავსატეხი. წლების შემდეგ, როდესაც მეცნიერები და მკვლევრები კატასტროფის ადგილას მივიდნენ, რათა კრატერი შეესწავლათ, იქ არაფერი არ დახვდათ. თითქოს წარმოუდგენელი ძალის მქონე სხეული დედამიწას მოუახლო და აფეთქდა და უკვალოდ გაქრა. შემთხვევიდან 100 წელზე მეტი გავიდა. ჩატარდა ათობით ექსპედიცია, აღებული იქნა ათასობით ნიმუში და გაჩნდა არაერთი ჰიპოთეზა. ამიტომ მოდით დღეს ერთად აღვადგინოთ იმ დილის მოვლენები. შევისწავლოთ მტკიცებულებები და გავარკვიოთ, რა იცის სინამდვილეში თანამედროვე მეცნიერებამ ტუნგუსკის კატასტროფის შესახებ და რა კითხვები რჩება დღემდე პასუხგაუცემელი. 1908 წლის 30 ივნისი. ციმბირში დღე ჩვეულებრივად თენდებოდა. უახლოესი დიდი ქალაქებიდან ასობით კილომეტრის დაშორებით ადამიანები ყოველდღიურ საქმიანობას ეწეოდნენ. ზოგი ტაიგაში იყო, ზოგი მდინარეზე მიცურავდა, ვიღაც კი ჯერ მაშინ იღვიძებდა. მათგან არავინ იცოდა, რომ რამდენიმე წუთში იმ მოვლენის მომსწრენი გახდებოდნენ, რომელიც სამუდამოდ შევიდოდა ისტორიაში. დაახლოებით დილის 7 საათისთვის უკაცრიელი ტაიგის თავზე თვალის მომჭრელი ობიექტი გამოჩნდა. მან ცაზე ნათელი კვალი დატოვა. ისინი, ვინც აფეთქების ადგილიდან საკმაოდ შორს იმყოფებოდნენ, აღწერდნენ ამას ისე თითქოს უზარმაზარი ვარსკვლავი მოწყდა ცას და დედამიწისკენ დაეშვა. თუმცა ამას მოჰყვა ის, რასაც არავინ ელოდა. ცა კიდევ ერთხელ განათდა და რამდენიმე წამში აფეთქების ხმა გაისმა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ხმა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც ეპიცენტრიდან ათობით კილომეტრის დაშორებით იყვნენ, მიწაზე დაეცნენ. სახლები ირყეოდა. ფანჯრები იმსხვრეოდა, ხოლო ისინი, ვინც ტაიგაში იმყოფებოდნენ, ხედავდნენ როგორ გადაუარა ტყეს ცეცხლისა და ჰაერის უზარმაზარმა ტალღამ, თუმცა უარესი ჯერ წინ იყო. როდესაც ხმაური შეწყდა, ადამიანებმა წარმოუდგენელი რამ შენიშნეს. გარშემო ტყე განადგურებული იყო. ხეები მიწაზე ეყარა. თითქოს გიგანტურმა არსებამ ისინი ერთი ხელისმოსმით წააქცია. ტაიგის უზარმაზარ ტერიტორიაზე აღარაფერი იყო დარჩენილი. მხოლოდ ათასობით წაქცეული ხე, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან რადიალურად იყო განლაგებული. მოგვიანებით მეცნიერები განადგურებული ტყის ფართობს დაახლოებით 2000 კვადრატულ კილომეტრად შეაფასებენ. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ეს დაახლოებით 4 თბილისის ტერიტორიაა. მაგრამ იმ მომენტში არავინ იცოდა რა მოხდა რეალურად და რაც მთავარია, ვერავინ ხსნიდა რამ გამოიწვია ეს აფეთქება. უახლოეს დასახლებებში მცხოვრები ადამიანები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რაღაც წარმოუდგენელი მასშტაბის კატასტროფა მოხდა. ზოგი ფიქრობდა, რომ საბრძოლო მასალის უზარმაზარი საწყობი აფეთქდა. ზოგი ვარაუდობდა, რომ ომი დაიწყო. ფაქტი ერთი იყო, აფეთქება მოხდა. განადგურდა უზარმაზარი ტერიტორია, წაიქცა და დაიწვა ტყე. დაზიანდა სახლები, დაიხოცა შინაური და გარეული ცხოველები, თევზები და აფეთქებას თან ახლდა ისეთი ნათება, რომლის აღწერაც 10 წლეულების შემდეგაც შეეძლოთ ადამიანებს. რაღაც ნამდვილად ჩამოვარდა, მაგრამ სად? თუ ეს რეალურად კოსმოსური სხეული იყო, მაშინ სად არის მისი კვალი? სად არის კრატერი? მილიონტონიანი ქვა, რომელიც დედამიწას შეეჯახა. სად არის მეტეორიტის დიდი ფრაგმენტი? როდესაც მეცნიერები საბოლოოდ მივიდნენ კატასტროფის ადგილზე, მათ ვერაფერი იპოვეს. ვერც გიგანტური კრატერი, ვერც ნატეხები და ვერც ისეთი კვალი, რომელიც საბოლოოდ დაადასტურებდა, რომ რაღაც ნამდვილად ჩამოვარდა ციდან. მათ წინ მხოლოდ უსასრულო ციმბირის ტაიგა და ათასობით დაცემული ხე იყო. სწორედ ამიტომ ტუნგუსკის მოვლენა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ საიდუმლოდ გადაიქცა. იქამდე კი აფეთქების შემდეგ გადიოდა დღეები, კვირები, თუმცა არავინ ჩქარობდა ტაიგის სიღრმეში შესვლას.
ეს არც არის გასაკვირი. კატასტროფის ეპიცენტრი ციმბირის ერთ-ერთ ყველაზე რთულად მისადგომ რაიონში მდებარეობდა. იქ პრაქტიკულად გზაც არ არსებობდა. მისასვლელად საჭირო იყო ასობით კილომეტრის მდინარის გავლა, ჭაობებისა და გაუვალი ტაიგის გადალახვა. ამიტომ თავიდან ხელისუფლებას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რეალურად რა მასშტაბის კატასტროფა მოხდა. თუმცა ნელ-ნელა მტკიცებულებებმა თავი იჩინა. აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი დარტყმითი ტალღა უზარმაზარ მანძილზე გავრცელდა. მოვლენის კვალი სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა. ციმბირის მოსახლეობა საუბრობდა აფეთქებაზე, დამაბრმავებელ ნათებაზე, გამაყურებელ ხმაზე და მიწის ძლიერ რყევაზე. ზოგი ამბობდა, რომ აფეთქებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ცაზე ჯერ კიდევ ჩანდა უცნაური ნათება და ობიექტის კვალი. მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ ერთი უცნაური მოვლენა დაემატა. ევროპაში ეპიცენტრიდან 1000 კილომეტრის დაშორებით რამდენიმე ღამის განმავლობაში ცა ჩვეულებრივად არ ბნელდებოდა. ის უცნაურად ანათებდა. იმდენად მკვეთრად, რომ ხელოვნური განათების გარეშე კითხვაც იყო შესაძლებელი. დღის განმავლობაში კი მზის გარშემო უჩვეული ნათება და ჰალო ჩნდებოდა. მომდევნო დღეებსა და კვირებში ასტრონომებს ციურ ობიექტებზე დაკვირვებაც უჭირდათ, რადგან ატმოსფერო მტვრით იყო დაფარული. ამ ყველაფრის ფონზე ერთი რაღაც განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურება. ასეთი მასშტაბის მოვლენის მიუხედავად, იმ პერიოდში ტუნგუსკის კატასტროფას იმხელა გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორიც ალბათ დღეს მოჰყვებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა თავად ეპოქა ყოფილიყო. ციმბირის ეს ნაწილი უკიდურესად იზოლირებული იყო. ინფორმაცია კი ძალიან ნელა ვრცელდებოდა. თანაც იმავე საუკუნეში კაცობრიობას უკვე ნანახი ჰქონდა ბუნებრივი კატასტროფები, რომელთა მასშტაბიც ტუნგუსკის მოვლენას ბევრად აღემატებოდა. მაგალითად, 1883 წელს ინდონეზიაში კრაკატაუს ვულკანის ამოფრქვევამ კოლოსალური კატასტროფა გამოიწვია. აფეთქების ხმა 1000 კილომეტრზე ისმოდა. ცუნამებმა კი უზარმაზარი ნგრევა გამოიწვია. ამ ფონზე ტუნგუსკის ინციდენტმა საერთაშორისო პრესის დიდი ყურადღება მხოლოდ მოგვიანებით მიიპყრო. თუმცა ადგილობრივ გაზეთში მომხდარის შესახებ ცნობები აფეთქებიდან მალევე გამოჩნდა. მაგალითად, 1908 წლის 2 ივლისის გაზეთ ციმბირში ასეთი სტატია გამოქვეყნდა. 17 ივნისის დილას 9 საათის დასაწყისისთვის ჩვენ უჩვეულო ბუნებრივ მოვლენას შევესწარით. სოფელ კარელინსკოეში, კირენსკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 200 მილის დაშორებით გლეხებმა ჩრდილო-დასავლეთით ჰორიზონტიდან საკმაოდ მაღლა, უკიდურესად კაშკაშა თვალს ვერ უსწორებდნენ. მანათობელი მოთეთრო მოლურჯო სინათლის სხეული დაინახეს, რომელიც დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ზემოდან ქვემოთ მოძრაობდა. სხეულს მილის ანუ ცილინდრის ფორმა ჰქონდა. ცა უღრუბლო იყო, მხოლოდ ჰორიზონტთან დაბლა მანათობელი სხეულის მიმართულებით პატარა მუქი ღრუბელი ჩანდა. ცხელოდა და ჰაერი მშრალი იყო. მიწასთან ტყესთან მიახლოებისას მანათობელი სხეული თითქოს გაიშალა და მის ადგილას შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოიქმნა. ამას ძალიან ხმამაღალი კაცუნი მოჰყვა, არა ქოხილის მსგავსი ხმა. თითქოს დიდი ქვები ერთმანეთს ეცემოდა. ყველა შენობა შეიყა. ამავდროულად ღრუბლიდან განუსაზღვრელი ფორმის ალი ამოიფრქვა. სოფლის მაცხოვრებლები ქუჩაში დარბოდნენ, ქალები ტიროდნენ. ყველას ეგონა, რომ სამყაროს აღსასრული დგებოდა. დრო გადიოდა და მიუხედავად იმისა, რომ უცნაურობები მატულობდა, ექსპედიციები მაინც არ იგეგმებოდა. მაგალითად, ცხოველებისა და ფრინველების მასობრივი სიკვდილის შემდეგ ადგილობრივ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში უცნაური მორევები შეინიშნებოდა. ზოგიერთ ადგილას კი ახალი წყაროებიც გაჩნდა. ტყის დიდი ნაწილი გახმა. მაგრამ კატასტროფის რეალური მასშტაბის შესწავლას ჯერ არავინ ცდილობდა. მხოლოდ წლების შემდგომ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად წარმოუდგენელი რამ დაისახა მიზნად. უშუალოდ აფეთქების ადგილზე ასვლა და პასუხების იქ მოძიება. აქ იწყება ისტორია ადამიანზე, რომელმაც ტუნგუსკის მოვლენის შესასწავლად პირველი სერიოზული სამეცნიერო ექსპედიციები მოაწყო და კატასტროფის ადგილისკენ გაემართა. ეს ადამიანი ლეონიდ კულიკი იყო, მეცნიერი და მინერალოგი, კაცის საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიით. ის დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა, თუმცა რევოლუციამდეც კი ბოლშევიკურ მოძრაობას უჭერდა მხარს. 1920-იანი წლების დასაწყისში კულიკი მეტეორიტების შესწავლით იყო დაკავებული. მან შეაგროვა თვითმხილველთა ისტორიები, შეისწავლა ძველი დოკუმენტები და ეტაპობრივად მივიდა დასკვნამდე. 1908 წელს ციმბირის თავზე დიდი ალბათობით უზარმაზარი კოსმოსური სხეული აფეთქდა. და თუ ეს მართლაც მეტეორიტი იყო, მისი ფრაგმენტები სადღაც იქვე უნდა დარჩენილიყო. 1921 წელს კულიკი თავის პირველ ექსპედიციაში გაემგზავრა. მომდევნო წლებში მან ტუნგუსკის მოვლენის შესასწავლად კიდევ რამდენიმე ექსპედიცია მოაწყო და ამ ფენომენის კვლევას სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მიუძღვნა. მაგრამ ტაიგაში მას დახვდა ის, რასაც საერთოდ არ ელოდა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც მართლა 10 მთა გადაიარა, დრაკონი დაამარცხა და დანიშნულების ადგილზე მივიდა.
მისი წარმოდგენით წინ უნდა დახვედროდა გიგანტური მეტეორიტის დაცემის ადგილი. უზარმაზარი კრატერი, დამწვარი მიწა, კოსმოსური ქვის ნატეხები, ლითონის ფრაგმენტები, მტკიცებულებები. მაგრამ ამის ნაცვლად მის წინ სრულიად სხვა პეიზაჟი გადაიშალა. დღე უпростоრად რაც მისგან დარჩა. ათასობით წაქცეული ხე და რაც უცნაური იყო, ისინი უბრალოდ მიწაზე არ ეყარა. ხეები გარკვეული კანონზომიერებით იყო განლაგებული. ეპიცენტრთან ახლოს 8 კილომეტრის დიამეტრის ტერიტორიაზე ხეები იდგა, მაგრამ მათ ტოტები და ქერქი თითქმის მთლიანად განადგურებული ჰქონდათ. ხოლო მათ გარშემო ტყე რადიალურად იყო წაქცეული. თითქოს უზარმაზარი საათის ისრები ერთი წერტილიდან ყველა მიმართულებით იშლებოდა. დაზიანებული ტყის ფართობი დაახლოებით 2000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. ხეების ნაწილი კი მოგვიანებით გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა. კულიკმა საბოლოოდ დაასკვნა. აფეთქება ნამდვილად ამ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაშინ სად იყო მეტეორიტი? კვლევრებმა ძებნა დაიწყეს. მიწას თხრიდნენ, ჭაობებს იკვლევდნენ, ლითონის ფრაგმენტებს ეძებდნენ. ცდილობდნენ შეჯახების თუნდაც უმცირესი კვალი ეპოვათ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ეძებდნენ, მით უფრო უცნაური ხდებოდა ისტორია. კრატერი არსად იყო. არც უზარმაზარი კოსმოსური ლოდი და სწორედ აქ გაჩნდა კითხვა, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში არ გაქრა. თუ ობიექტი რეალურად კოსმოსიდან მოფრინდა, მაშინ როგორ გაქრა? სად წავიდა მისი მასა? კულიკი დანებებას არ აპირებდა. მას სჯეროდა, რომ პასუხი სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო. ამიტომ ექსპედიციის ფარგლებში მან ტერიტორია დეტალურად შეისწავლა. გადაიღო ფოტოები და თვითმხილველებიც გამოკითხა. მათ შორის იყვნენ ძმები ევენკები, რომელთა კარავიც კატასტროფის სავარაუდო ეპიცენტრთან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობდა. ერთ-ერთმა მათგანმა მომხდარი ასე გაიხსენა. ჩვენი კარავი ავარკიტას მდინარის ნაპირზე იდგა. მზის ამოსვლამდე მე და ჩეკარენი დილიუშმას მდინარიდან ჩამოვედით, სადაც ივანსა და აკულინას ვსტუმრობდით. ღრმად ჩაგვეძინა. უეცრად ორივეს რყევისგან გაგვაღვიძა. სტვენის ხმა გავიგეთ და ძლიერი ქარი ვიგრძენით. ჩეკარენმა დაიღვირა. გესმის, რამდენი კვატი მიფრინავს და ყიყინებს? ჩვენ ჯერ კიდევ კარავში ვიყავით და ვერ ვხედავდით ტყეში რა ხდებოდა. უეცრად ისევ ვიგრძენით ძლიერი ბიძგი. თან იმდენად ძლიერი, რომ თავი კარვის ბოთს მივარტყი და შემდეგ ბუხარში გახურებულ ნაკვარჩხალზე დავეცი. შემეშინდა. ჩეკარენით შეშინდა და ბოთს ხელი მოჰკიდა. მამას, დედას, ძმას ვეძახდით, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. კარვის უკნიდან ხმაური გაისმა. გვესმოდა მორების ცვენის ხმა. მე და ჩეკარენი ტომრებიდან გამოუწვერით და კარვიდან გადახტომას ვაპირებდით. როდესაც უეცრად ძლიერი ჭექაქუხილის ხმა გავიგეთ. ეს იყო პირველი დარტყმა. მიწამ ყანყალი და რყევა დაიწყო. ძლიერმა ქარმა კი ჩვენს კარავს დაარტყა და წააქცია. მე ბოძებზე მიმაჯახა. შემდეგ საშინელი სანახაობა ვიხილე. ხეები ვარდებოდა, მათზე წიწვები იწოდა. მიწაზე მშრალი ბუჩქები აალდებოდა. ირმებს ბეწვზე ცეცხლი ჰქონდათ გაჩენილი. ირგვლივ კვამლი იყო, თვალები მეწოდა, ცხელოდა. ისე ცხელოდა თან, რომ შეიძლება დამწვარიყავე. უცებ მთაზე, სადაც ტყე უკვე განადგურებული იყო, ყველაფერი განადგდა და როგორ აკიხსნა. თითქოს მეორე მზე გამოჩნდა. რუსები იტყოდნენ, უცებ მოულოდნელად გაბწყინდა. თვალები მტკიოდა, იმდენად რომ დაუხუჭე. იცი რას გავდა? როგორც რუსები უწოდებენ, ელვა განადგდა და მაშინვე გაისმა ხმამაღალი ჭექაქუხილი. ეს იყო მეორე დარტყმა. მზიანი დილა იყო, ცა უღრუბლო. ჩვენი მზე კაშკაშა დანათებდა და შემდეგ მეორე მზეც გამოჩნდა. მოკლედ, კულიკი ძებნას აგრძელებდა, რადგან დარწმუნებული იყო საკუთარ მოსაზრებაში. 1908 წელს დედამიწას უზარმაზარი კოსმოსური სხეული უნდა დაჯახებოდა და ასეთ მოვლენას კვალი აუცილებლად უნდა დაედოვებინა. თუმცა, ექსპედიციის გაგრძელებასთან ერთად ყველაფერი სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა და ნაკლებად გავდა უბრალოდ მეტეორიტის ჩამოვარდნის ამბავს. თუ მართლაც რაღაც ჩამოვარდა და ასეთი ძლიერი დარტყმითი ტალღა შექმნა, მაშინ სად იყო თავად სხეული? ამან მეცნიერებს ახალი ეჭვი გაუჩინა. შესაძლოა მთავარი მოვლენა საერთოდ არ მომხდარა მიწაზე. შესაძლოა ის მიწის ზემოთ მოხდა. ობიექტი შესაძლოა ატმოსფეროში დაშლილიყო და იქვე აფეთქებულიყო. მაგრამ მაშინ ჩნდებოდა კიდევ უფრო რთული კითხვა. რა ტიპის კოსმოსურ სხეულს უნდა ჰქონოდა იმდენი ენერგია, რომ დაახლოებით 2000 კვადრატული კილომეტრის ტყე გაენადგურებინა. თანამედროვე შეფასებები ტუნგუსკის აფეთქების ენერგიას რამდენიმე მეგატონიდან რამდენიმე ათეულ მეგატონამდე ათავსებს ტრილიტის ექვივალენტში. ეს წარმოუდგენლად დიდი ენერგია იყო. საკმარისი იმისთვის, რომ ვარსკვლავის უბრალო ჩამოვარდნის იდეა თავიდანვე გამოგვერიცხა. სიტუაცია იმდენად უცნაური და ერთი შეხედვით არალოგიკური იყო, რომ მეცნიერების მოსაზრებები თანდათან გაიყო. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს კლდოვანი ასტეროიდი იყო. ზოგი ვარაუდობდა, რომ დედამიწის ატმოსფეროში კომეტა შემოვიდა. ყინულის მყვრისა და კლდოვანი მასალისგან შემდგარი სხეული. სხვები კრატერის არარსებობას იმით ხსნიდნენ, რომ ობიექტი ზედაპირამდე მისვლამდე დიდ სიმაღლეზე დაიშალა.
და სანამ მეცნიერები სხვადასხვა ვერსიას ამოწმებდნენ, ტუნგუსკის მოვლენასთან დაკავშირებით ყველაზე დაუჯერებელმა თეორიებმაც დაიწყო გამოჩენა. რადგან, როდესაც ადამიანს იდუმალ მოვლენებზე პასუხი არ აქვს, ლეგენდების გაჩენას დიდი დრო არ სჭირდება. დაიწყო საუბრები იდუმალ იარაღზე, უცნობ ტექნოლოგიებზე, უცხო პლანეტელებზე და მოგვიანებით კატასტროფა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილ გამომგონებელს ნიკოლა ტესლასაც კი დაუკავშირეს. მაგრამ სანამ ამ ვერსიებამდე მივალთ, ისევ თავად აფეთქებას უნდა დაუბრუნდეთ, რადგან ჩვენ გვაქვს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითმხილველთა ჩვენებები. და ისტორიები იმდენად საინტერესო და უცნაურია, ეგონება ისინი არა დედამიწაზე მომხდარ ფაქტს, არამედ რომელიმე ფანტასტიკური ფილმის სცენარს ყვებიან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თვითმხილველის ჩვენება სემიონ სემინოვს ეკუთვნის. ვანავარას სავაჭრო პუნქტის მკვიდრს, რომელიც აფეთქების სავარაუდო ეპიცენტრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობდა. უეცრად ჩრდილოეთით ცა თითქოს ორად გაიყო და ტყის თავზე მაღლა ცეცხლი გამოჩნდა, რომელმაც მთელი ჩრდილოეთის ცა მოიცვა. იმ მომენტში ისეთი სიცხევი გრძენი თითქოს ჩემი პერანგი ცეცხლის ალში გაეხვია. მინდოდა მისი შემოხვევა და თავიდან მოშორება, მაგრამ ცა ხმაურით დაიხურა და ძლიერი დარტყმის ხმა გაისმა. ვერანდიდან გადმოვარდი, ამას მოჰყვა ხმაური. თითქოს ციდან ქვები ცვიოდა ან ვიღაც იარაღს ისროდა. მიწა ირყეოდა, ვიწექი და თავზე ხელებს ვიფარებდი. მეშინოდა ქვებს თავის ქალა არ გაეტეხათ. ამ დროს ცა კვლავ გაიხსნა და ჩრდილოეთიდან ცხელმა ქარმა დაუბერა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფანჯრების უმეტესობა ჩაიმსხვრა და ბეღელის რკინის კარის საკეტიც გადყდა. ეს უბრალოდ ერთი ადამიანის მოყოლილი ისტორია არ არის. ყველა თვითმხილველი დაახლოებით ერთსა და იმავეს ყვებოდა, რომ ჰორიზონტზე გამოჩნდა ნათელი სხეული, ზოგისთვის ის მზესგავდა, ზოგისთვის კი ცეცხლის ბურთს. შემდეგ რამდენიმე წამით ჩამოვარდა სრული სიჩუმე, რასაც მოჰყვა უზარმაზარი აფეთქება. დარტყმითი ტალღა და ადამიანები მიწაზე დაეცნენ. ტემპერატურა მკვეთრად იმატებდა და იწყებოდა პანიკა. ეს არ იყო ლოკალური აფეთქება. მისი ძალა იმდენად დიდი იყო, რომ შედეგები უზარმაზარ მანძილზე იგრძნობოდა. სეისმურმა ინსტიტუტებმა დედამიწის ზედაპირზე ბიძგები დააფიქსირეს. დარტყმითმა ტალღამ დედამიწას შემოუარა და ატმოსფერული დარღვევებით ციმბირის მიღმაც დაფიქსირდა. მაგრამ ეს ყველაფერი წამებში მოხდა და მეცნიერებს ერთი უზარმაზარი პრობლემა შეექმნათ. მათ ძალიან ცოტა მატერიალური კვალი დარჩათ. ამიტომ კიდევ ერთი რამ უნდა შეესწავლათ. ატმოსფერო. ასტეროიდი თუ კომეტა. 10 წლეულების მანძილზე ჩატარებული კვლევების შემდეგ მეცნიერების ყურადღება ძირითადად ორ მთავარ ვერსიაზე კონცენტრირდა. პირველი ასტეროიდი, მეორე კომეტა. ერთი შეხედვით პასუხი მარტივი იყო. თუ უზარმაზარი ობიექტი კოსმოსიდან მოვიდა, ატმოსფეროში შემოვიდა და არარეალური ძალით აფეთქდა, მაშინ რატომ არ შეიძლებოდა რომ ჩვეულებრივი ასტეროიდი ყოფილიყო, არა? მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ იყო. ატმოსფეროში შემოსულ ასტეროიდს სულ მცირე რამდენიმე შესამჩნევი კვალი უნდა დაეტოვებინა. ფრაგმენტები, მინერალები, ლითონები, მიკროსკოპული ნაწილაკები, რაღაც, რასაც მეცნიერები ცალსახად დაუკავშირებდნენ კოსმოსურ სხეულს. ამიტომ გაჩნდა მეორე თეორია. კომეტა. კომეტები ასტეროიდებისგან განსხვავდებიან. ისინი ძირითადად ყინულის, მტვრისა და კლდოვანი მასალისგან შედგებიან. თუ შედარებით მცირე კომეტა ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოვა, მისი ზედაპირი სწრაფად დაიწყებს დაშლას და აორთქლებას. თუ ობიექტი საკმარისად მაღლა დაიშლება, ზედაპირზე კლასიკური კრატერი შეიძლება საერთოდ არ წარმოიქმნას. ტუნგუსკიში კი კრატერი ვერ იპოვეს. შესაბამისად პაზლი დაალაგდა, არა? არა. რადგან თუ ეს მართლაც კომეტა იყო, იქ უნდა ეპოვათ დიდი რაოდენობით კომეტური მასალა. მეცნიერები კვლავ გზასაყარზე აღმოჩნდნენ. ერთი თეორია გარკვეულ კითხვებზე პასუხობდა ისევე როგორც მეორე, მაგრამ არც ერთი არ ხსნიდა ყველაფერს. ამიტომ კვლევრები ისევ აგრძელებდნენ აფეთქების ადგილის შესწავლას. ხეების, ნიადაგის, ჭაობების და ნალექის და თანდათან ახალი დეტალებიც გაჩნდა. ნიმუშებში აღმოჩენილი იქნა ნაწილაკები, რომლებიც შესაძლოა არამიწიერი წარმოშობის ყოფილიყო, მაგრამ პრობლემა აქაც არსებობდა. მათი წარმომავლობის ცალსახად დადგენა უკიდურესად რთული იყო. გადაჭრით ვერ იტყოდნენ. ის ჩვეულებრივი მიწიერი მტვერი იყო თუ სხვა კოსმოსური ობიექტისგან დარჩენილი. სწორედ ამ მომენტში ისტორია უფრო საინტერესო ხდება, რადგან როდესაც მეცნიერები მიკროსკოპულ კვალს ეძებდნენ, სხვები უფრო მასშტაბურ პასუხებს იგონებდნენ. 1946 წელს საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალმა ალექსანდრე კაზანცევმა წამოაყენა იდეა, რომელმაც ტუნგუსკის კატასტროფის ისტორია სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა. თავის ნაწარმოებში ცეცხლმოკიდებულ კუნძულსა და აფეთქებაში წამოაყენა თეორია იმის შესახებ, რომ 1908 წელს ციმბირის თავზე აფეთქებული ობიექტი შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო ბუნებრივი
წარმოშობის. მისი აზრით, ეს შეიძლებოდა უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდი ყოფილიყო. კაზანცევმა ყურადღება ტუნგუსკის აფეთქებასა და ჰიროსიმაში მომხდარი ბირთვული აფეთქების მსგავსებაზე გაამახვილა. ორივე შემთხვევაში უზარმაზარი ენერგია ძალიან მოკლე დროში გამოიყო და დიდი ტერიტორია გაანადგურა. თუ ჰიროსიმაში ამის მიზეზი ბირთვული ბომბი იყო, მწერალმა იკითხა: რა მოხდებოდა თუ ციმბირის თავზე მსგავსი ენერგიის წყარო ხელოვნური წარმოშობის იყო? მისი ვერსიით 1908 წელს ტაიგაში ჩვეულებრივი მეტეორიტი არ ჩამოვარდნილა. იქ უცხოპლანეტელების ხომალდი აფეთქდა. იდეა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ტუნგუსკის მოვლენით ბევრი მეცნიერი დაინტერესდა და სხვადასხვა ჰიპოთეზის შემოწმება დაიწყეს. მაგალითად, სერგეი კოროლოვმა გამოყო ვერტფრენი და ექსპედიციაც კი მოაწყო თეორიის დასამტკიცებლად. თუმცა ვერაფერ ღირებულს ვერ მიაკლიეს. 1951 წელს ჟურნალმა მეცნიერება და ცხოვრებამ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც მიეძღვნა კაზანცევის ჰიპოთეზის ანალიზსა და უარყოფას. სტატიაში ამტკიცებდნენ, რომ კატასტროფა მეტეორიტის ჩამოვარდნას უკავშირდებოდა და ამის დასამტკიცებლად მალე კრატერსაც აღმოაჩენდნენ. კაზანცევი ამაზე არ გაჩერდა და მეორე, უფრო თამამი თეორია გააჟღერა. მისი აზრით, ტაიგაში სუპერიარაღის გასაიდუმლოებული ცდა ტარდებოდა. მან ივარაუდა, რომ აფეთქება შესაძლოა ბირთვული ტესტირების შედეგი ყოფილიყო. იმასაც უშვებდა, რომ შესაძლოა ის უცხოპლანეტელების მიერაც იმართებოდა. თუმცა ადგილზე რადიაციის დონე ნორმალური იყო, რამაც კიდევ უფრო უცნაური ჰიპოთეზის წარმოშობა გამოიწვია. ნიკოლა ტესლა ის სახელია, რომელიც დღეს თითქმის ყველასათვის ცნობილია. ბრწყინვალე გამომგონებელი, რომელიც ელექტროენერგიით, მაღალი ძაბვით და ენერგიის უსადენოდ გადაცემაზე მუშაობდა და სწორედ ამ საქმიანობას დაუკავშირეს ტუნგუსკის შემთხვევაც. მიიჩნიეს, რომ ტესლამ ექსპერიმენტები ჩაატარა ენერგიის უზარმაზარ დისტანციაზე გადაცემაზე და სწორედ ერთ-ერთ მსგავს ექსპერიმენტს მოჰყვა ციმბირზე აფეთქებაც. ის ცდილობდა ენერგიის ალიასკაზე გადაცემას, რადოსაც და წარუმატებლად გაგრძელდა. ტრაექტორია შეიცვალა და დარტყმა ციმბირზე მოხდა. შთამბეჭ დავაჯღერს არა? თანაც რატომაც არა, რეალობასთან ნამდვილად აქვს კავშირი. თუმცა ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. ამ თეორიის მიმდევრებს არგუმენტად მხოლოდ ის მოჰყავთ, რომ ზოგადად ტესლა ოცნებობდა უსადენოდ ენერგიის დიდ დისტანციებზე გადაცემაზე. ამისთვის ააშენა უზარმაზარი დანადგრები და ელექტრონული განმუხტვის ექსპერიმენტებსაც ატარებდა. როცა ენერგიის გადაცემა ციმბირზე შეძლო, დოკუმენტები გაანადგურა, რადგან მიხვდა, რომ კაცობრიობა ჯერ მზად არ იყო ასეთი ძლიერი ძალის მისაღებად. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ჰიპოთეზის მიხედვით, 1908 წელს დედამიწაში მიკროსკოპულმა შავმა ხვრელმა გაიარა. მისი გავლისას წარმოქმნილმა ენერგიამ კი ტუნგუსკის კატასტროფა გამოიწვია. თუმცა, როგორ უნდა მომხდარიყო ეს ფიზიკის კანონების გათვალისწინებით, დღემდე ვერავინ ახსნა. მაგრამ არ ჩავიხრელი არ არის შესწავლილი, ამიტომ რატომაც არა. ამ თეორიას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. არის თეორია ჩეკოს ტბაზეც. მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ტბა არის ის კრატერი, რომელსაც ამდენი წლის მანძილზე ეძებდნენ. მისი ფორმა, მოლიბდენი და ირიდიუმი ამას რაღაც მხრივ ადასტურებს. თუმცა თავად მეტეორიტის ფრაგმენტები იქ ნაპოვნი არ იყო. გარდა ამისა, იქვე ახლოს სხვა მსგავსი ფორმის ტბაცაა და ორივე 1908 წლამდეა წარმოქმნილი. ახლა მივადექით ჩემს საყვარელ ნაწილს. ტუნგუსკის კატასტროფამ არა მხოლოდ მეცნიერები და კონსპიროლოგები მოხიბლა, არამედ პოპ კულტურაშიც შეაღწია. მარველის კომიქსებში ეს კატასტროფა არაერთხელ გამოჩნდა. მაგალითად, ფანტასტიკური 4-ეულის მე-13 ნომერში მისტერ ფანტასტიკი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი თავისი რაკეტებისთვის საწვავს ტუნგუსკიში ჩამოვარდნილი მეტეორიტიდან იღებდა. ხოლო 2004 წელს მარველმა გამოსცა 5-ნაწილიანი სერია უდიდესი კოშმარი, სადაც ტუნგუსკის მოვლენები უკვე უცხოპლანეტელებთან და საბჭოთა საიდუმლო ექსპერიმენტებთან არის დაკავშირებული. სიუჟეტის მიხედვით 2004 წელს უცხოპლანეტელები იტაცებენ ტელევიზიასა და რადიო გადაცემებს და ადამიანებს თვითმკვლელობაზე აპროგრამებენ. კაცობრიობის მასობრივი განადგურების თავიდან ასაცილებლად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შურისმაძიებლებს დახმარებას თხოვს. ისინი X-Men-ებთან, ჩემს საყვარელ პერსონაჟთან სამურავთან ერთად რუსეთში მიემგზავრებიან, სადაც ტუნგუსკის მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილას 1930-იან წლებში აშენებულ ბუნკერს პოულობენ. იქ ხელოვნურად შექმნილი არსებები ხვდებიან. ნახევრად უცხოპლანეტელები, ნახევრად ადამიანები. აღმოჩნდება, რომ ექსპერიმენტი იოსებ სტალინმა დაიწყო. საბჭოთა ლიდერი მეტეორიტის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთში ჩასულ უცხოპლანეტელებს მრავალი წლის განმავლობაში ტყვედ ამყოფებდა და მათზე ექსპერიმენტებს ატარებდა. თემა უყურადღებოთ არც ვისი არ დატოვა. Wonder Woman-ში ნახსენებია, რომ 1908 წელს ტაიგაში ჩამოვარდა არა მეტეორიტი, არამედ უცხოპლანეტელთა ხომალდი. DC-ის კიდევ ერთი პერსონაჟი ბუსტერ გოლდი ტუნგუსკას რაიონში მიემგზავრება, რათა
იგოს თუ რა განიცადეს ადგილობრივებმა აფეთქების დროს. ამ გზით ის ემზადება კატასტროფისთვის, რომელიც მის ქალაქს დაატყდება თავს. გმირი არჩევნის წინაშე დგება, გადაარჩინოს თუ არა ხალხი აფეთქებისგან. ტუნგუსკის რეგიონში ვიზიტის შემდეგ ბუსტერ გოლდი გადაწყვეტს ქალაქის მოსახლეობის გადარჩენას. სხვათა შორის 2008 წელს პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა მეტალიკამ გამოუშვა მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის All Nightmare Long, რომელშიც იუმორისტულად გადმოსცეს ტუნგუსკის ფენომენის შესახებ ალტერნატიული ისტორია. ამდენი თეორიის არსებობა იმას უსვამს ხაზს, თუ რამდენად იყვნენ ადამიანები ტუნგუსკის კატასტროფით მოხიბლულნი, რადგან გადიოდა 10, 20, 50, 100 წელი და ვარიანტები სულ უფრო და უფრო იმატებდა. ამიტომ ტუნგუსკის კატასტროფა განსაკუთრებულ სამეცნიერო შემთხვევად იქცა, რომელსაც ვერ უპოვეს რაიმე მნიშვნელოვანი ფიზიკური მტკიცებულება. თუმცა ფაქტია, რომ არსებობს მომხდარის შედეგი, აფეთქება, განადგურებული ტყე, თვითმფრინველები, მაგრამ არ არსებობს თავად ობიექტი. ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 2000 კვადრატული კილომეტრი ტყე განადგურდა. ვიცით, რომ აფეთქება მიწის ზემოთ მოხდა. ვიცით, რომ მისი ენერგია კოლოსალური იყო. მაგრამ მაინც არ შეგვიძლია გადაჭრით იმის თქმა, თუ რა მოხდა 1908 წლის 30 ივნისს. მადლობა, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და რაიმე კომენტარის დატოვებაც. აქვე გეტყვით, რომ მალე საინტერესო მოგზაურობას ვგეგმავთ, ამიტომ შეგიძლიათ გამომყვეთ Instagram-საც. დროებით.